ორდიც. გემი აშკარად დიატეხის ნადირს. აგირიდნია გემს. დავლა დაეშვა კიდე. დავხდება მეზობ ნაცნობი უცნობებიც. ჩვენ დავხდება ომამდელი სოხუმში კითხავს. როგორც თავს. დიდები. ჩვენ სოხუმში გემით დავხდება. 12 წლის თემომჭედლიშვილი გერმანიაში, ჰანოვერში დაიბადა და ცხოვრობს. ჯერ თვალით არ ნახული აფხაზეთის სიყვარული კი დედამ, სოხუმელმა ნინო ციბაძემ შთააგონა. გურამ ოდიშარიას ნოველა, ჩვენ სოხუმში გემით დავბრუნდებით. თემომ სოხუმის დაცემის 30 წლის თავისადმი მიიწვნილ ღონისძიებაზე წაიკითხა, რომელიც ზემო საქსონიის დედაქალაქში გაიმართა. მივიწყებული დევნილები, იმედის 30 წელი. ასე ერქვა საღამოს რომლის ორგანიზატორიც გერმანიაში დაფუძნებული ქართული დიასპორული ორგანიზაცია გერმანულ-ქართული სახლია. როგორც მისი დამფუძნებელი ნინო ციბაძე აცხადებს, საღამო ერთგვარი შეხსენება იყო გერმანიის მთავრობისა და საზოგადოებისთვის, რომ 30 წლის წინ საქართველომ უკრაინის მსგავსი გზა გაიარა. შესაბამისად, ყურადღება და თანადგომა აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასაც სჭირდება. სოხუმელი ქალბატონის თაობას, რომელსაც ახსოვს აფხაზეთი, არ აქვს უფლება ესწოდნა შვილებს და მომავალ თაობას არ გადასცეს და მშობლიური კუთხის დავიწყების შესაძლებლობა მისცეს. ემოციური, შინაარსიანი და ტკივილთან ერთად ასევე იმედის მომცემი საღამო შედგა ჰანოვერში საქართველოდან ჩამობრძანებული დელეგაციასთან ერთად. აქ დავახვედრეთ ჰანოვერის მმართველობაც. ჩემთვის პირადად მნიშვნელოვანი იყო, რომ მათთვის მიგვეტანა ჩვენი ტკივილი, ჩვენი სევდა. რაღაც მომენტში პარალელებიც გავავალეთ უკრაინასთან, იმიტომ რომ ის რაც დღეს უკრაინაში ხდება, ეს ჩვენ უკვე გავიარეთ 30 წლის წინ. შესაბამისად კიდევ უფრო მტკივნეულია ჩვენთვის დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ყოველივე, მაგრამ ჩვენ მაინც ვაგრძელებთ იმედით ცხოვრებას. გზავნილი ადრესატებმა ზუსტად აღიქვეს. საღამოს ქალაქ ჰანოვერის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქის პოლიციის პრეზიდენტი და თავად მერიც თომას კლაპროტიც ესწრებოდნენ. კლაპროტმა ორი ქვეყნის მრავალწლიან თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და მსგავსი ღონისძიებების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჰანოვერისთვის, რადგანაც ჩვენ ყოველთვის და მათ შორის დღესაც პატივს მივაგებთ სამხედრო კონფლიქტების დროს დაღუპული ადამიანების ხსოვნას. მიხარია, რომ მასპინძლობთ საქართველოდან ჩამოსულ დელეგაციას, აფხაზეთის ხელისუფლების პირველ პირებსა და სხვა საპატიო სტუმრებს. მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები, როგორიც ახლად დაფუძნებული ორგანიზაციის გერმანულ-ქართული სახლის ინიციატივით მოეწყო. მოგვეცა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ხაზი გაგვესვა იმაზე, თუ რა მოხდა 30 წლის წინ საქართველოში. ამით ჩვენ გმობთ ძალადობას. მივესალმები ასეთ შეხვედრებს, რადგანაც ხალხმა უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიიღოს აფხაზეთში მომხდარზე, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში ხდება. ქართული დიასპორული ორგანიზაციის მხარდასაჭერად სპეციალურად აღნიშნულ საღამოზე დასასწრებად იმყოფებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე მუხრან გულაღაშვილი. დამსწრე საზოგადოებას ვიდეო მიმართვა გამოუგზავნა საქართველოს ელჩმა გერმანიაში ლევან იზოლია. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც დიასპორას აქვს ესეთი ინიციატივები და ესე გულწრფელად, ესე მნიშვნელოვნად ერთვებიან სამშვიდობო პროცესს, რომელიც არის გაცხადებული მთავრობის მხრიდან, რომელშიც არის ჩართული ყველა ჩვენი პარტნიორი და განსაკუთრებულად, რა თქმა უნდა, ხაზგასმით მინდა აღნიშნო, მნიშვნელოვანია, როდესაც ამ პროცესში ესეთ აქტიურ მონაწილეობას იღებს ჩვენი დიასპორა, რამე თუ ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ღონისძიება, რომელიც დღეს ჩატარდა, იყო ძალიან შტამბეჭდავი, ძალიან მასშტაბური, რაშიც იყო ჩართული ჩვენი დიასპორის ძალიან ბევრი წარმომადგენელი, რომელიც არის და ცხოვრობს გერმანიაში. აქ ვნახეთ განწყობა შერიგებისკენ, მიტევებისკენ, არ დავიწყებისკენ ყოველივე იმისა, რაც მაშინ მოხდა და ძალიან დიდი იმედი
რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით. აი ეს წითელ ზოლად გასდევდა აი ეს იმედი მთელს ამ ღონისძიებას. აი პატარა ბავშვებიც კი, რომლებიც საზღვარგარეთ იბადებიან და ქართველები არიან, იმათაც ძალიან კარგად იციან რა არის აფხაზეთი და ისინიც აპირებენ ბრძოლას, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი მეთოდებით ბრძოლას აფხაზეთისთვის. ემოციური საღამო, რომელიც ერთდროულად აფხაზეთის მონატრებითა და მშობლიურ კუთხეში მშვიდობიანად დაბრუნების გზავნილებით იყო გაჯერებული, გერმანიაში მოღვაწე ოპერის მომღერლებმა და საქართველოსა საგანგებოდ მიწვეულმა მომღერლებმა, ბათუმელმა მუჰაჯირების შთამომავალმა ლევან ჩურუყბაიამ, ქართული და აფხაზური სიმღერებით შეავსეს. აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურმა ცენტრმა კი, რომელიც ღონისძიების თანაორგანიზატორი გახლდათ, აფხაზეთის ისტორიის, კონფლიქტის, ღირსშესანიშნაობების, ქართულ-გერმანული ურთიერთობების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლები მოამზადა. ვიდეომა სალამ დამსწრე საზოგადოებას, განსაკუთრებით კი გერმანელ მასპინძლებს ოკუპირებული მხარის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა. აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურმა ცენტრმა და გერმანულ-ქართულმა სახლმა, რომელსაც ხელმძღვანელობს ქალბატონი ნინო ციბაძე, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა დაახლოებით 1 თვის წინ და დღეს უკვე ჩვენ გავმართეთ პირველი ერთობლივი ღონისძიება. დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 10-მდე ვიდეორგოლი აფხაზეთთან დაკავშირებული, რომელიც საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის თანამშრომლებმა სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოამზადეს და ჩვენს გერმანელ სტუმრებს გააცნეს არა მხოლოდ აფხაზეთის პრობლემა, რომელიც გვაქვს კონფლიქტის სახით, არამედ აფხაზეთი თვითონ როგორც რეგიონი და მისი უნიკალური შესაძლებლობები და ბუნება. სევდიანი ნოტების, მოგონებებისა და ცრემლების მიუხედავად, საღამო მაინც იმედის ნოტაზე დასრულდა. ორგანიზატორები და მოწვეული სტუმრები შეთანხმდნენ, რომ ღონისძიება ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად ჩატარდება ჰანოვერში. მანამ სანამ კვლავ ჩვენი არ გახდება სამაჩაბლო, სოხუმი, გაგრა.